დავიწყოთ უკვე კახეთისკენ და გეყვებით გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, რომელსაც წელსაც მეღვინეობის ქალაქი უკვე 11 ოქტომბერს უმასპინძლებს. წელს ფესტივალის თაგონების წყარო არის მრავალხმიანი ქართული ღვინო და ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მე-9-ე წყობა ტრადიციულად სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატარონ 11-12 ოქტომბრის შაბათი კვირა. შოთა ნატროშულთან ვინაცვლებთ გურჯაანის ღვინის ფესტივალის ამბასადორი არის საქმე ინდილა სტუდიაში და მასთან ერთად გავაგრძელებთ ოქტომბრის მეორე უქმეებზე უკვე რა იქნება გურჯაანში. დილა მშვიდობის. გამარჯობათ. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ სტუმრობისათვის. დავიწყოთ ალბათ უფრო სიახლებით, იმიტომ რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალს არაერთი ვიზიტორი ყოლია, გვახსოვს, ვიცით რა გვხდება ყოველწლიურად. თუმცა ყოველთვის არის მრავალფეროვანი. მე შესავალშიც ვახსენე ის მრავალფეროვნება, რაც ღვინის მიმართულებით წელს დაგეგმილი გაქვთ. თუმცა რა არის ის განსხვავებული, რასაც თქვენს როგორც გუნდი გამოარჩევდით და შემდეგ უკვე ვიზიტორებისთვისაც იქნება თვალსაჩინო. პირველ რიგში გამოვარჩევდი იმას, რომ ჩვენ წლიდან წლამდე ვცვლით ფესტივალის კონცეფციას, როგორც აქამდე აღნიშნეთ წელანდელი წლის ასე ვთქვათ სლოგანი არის მრავალხმიანი ღვინოები. რაც პირველ რიგში ეხმაურება ჩვენი ღვინის კულტურის მრავალფეროვნებას. ჩვენთან ფესტივალზე მრავალად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის და ფერის თუ სტილის ღვინოები. აღსანიშნავია საქართველოს მრავალი რეგიონიდან და არა მარტო კახეთიდანაც. ანუ საქართველოს მასშტაბით წარმოებლების ღვინოები. რა თქმა უნდა, კახური ღვინოები დომინირებს ჩვენ ფესტივალზე, თუმცა ჩვენ ყოველთვის მივესალმებით დასავლეთის რეგიონების მეღვინეობების მონაწილეობასაც. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი საკმაოდ განსხვავებულია და ინდივიდუალურია, ისინი ერთობლიობაში ქმნიან ამ ჰარმონიას, რასაც ჩვენ ქართულ პოლიფონიაში ვხვდებით, ასე რომ ეს ეს კონცეფცია წელს დავნერგეთ, ფიქრობ ძალიან საინტერესო არის. ამის გარდა ჩვენ წელს აქტიურად გავუსვამთ ხაზს ქართულ იშვიათ ჯიშების მნიშვნელობას. ცალკე დამატებით სივრცე გვექნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ის იშვიათი ჯიშები, რომელიც ბაზარზე დღესდღეობით არ გვხვდება და მათ პოპულარიზაციას გავუწევთ. ასევე გვაქვს დამატებითი ანუ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოსული ვიზიტორებისთვისაც ეს იქნება სიახლე, ხო? ანუ აქამდე არც ნანახი გვექნება, არც დაგემოვნებული ის, რაც მხოლოდ ფესტივალზე დაგხვდება. დიახ, ასევე გვექნება დამატებითი სივრცე, სადაც მოეწყობა პანელური საუბრები, იქნება ეს იშვიათ ჯიშებზე, იქნება ეს ქართულ მეღვინეობაზე და ქვევრის ღვინოებზე. დამატებით მე პირადად გავუძღვები ღვინისა და კერძების შეხამების მასტერკლასს, სადაც განსაკუთრებით ვისაუბრებ ქვევრის ღვინოზე და როგორ უნდა მოვარგოთ ის ჩვენ ყოველდღიურობას. გვეყოლება საერთაშორისო ღვინის მაგისტრი ლიზა პეროტი, რომელიც ასევე განსაკუთრებულად ხაზს გაუსვავს და ისაუბრებს ქართული ღვინის პოზიციონირებაზე ამერიკის ბაზარზე და თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა უნდა გავითვალისწინოთ. დამატებით ასევე გვექნება გამოყოფილი სივრცე, სადაც იქნება შესაძლებლობა მოწვეული საერთაშორისო ღვინის იმპორტიორებთან გასაუბრების, ესე ვთქვათ B2B საუბრების შეხვედრების ჩატარების. ანუ რამდენადაც სწორად გავიგე, შოთა წელს ფესტივალი არ იქნება მხოლოდ გაცნობითი ხასიათის და არ იქნება უბრალოდ ერთგვარი გასართობი და რაღაცა შეჯამება ამ შემოდგომის დართველისა, ეს ამას კიდევ უფრო მეტად იქნება საქმიანი დატვირთვაც და ბიზნესის მიმართულებით მეტი აქტივობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფესტივალი ყოველთვის ცნობილია ამ მეგობრული და საკმაოდ თბილი გარემოთი, ასევე ვცდილობთ რომ მივცეთ დამატებითი, ასე ვთქვათ, ბიზნეს დატვირთვაც. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო ამ ფესტივალის შაბათ-დღეს ჩატარება, რადგან ჩვენ გვსურს რომ მივიზიდოთ ტურისტი და ასევე ადგილობრივი როგორც საერთაშორისო ტურისტი რეგიონში. ეს ფესტივალი დაიწყო 2017 წელს და ეს იყო საკმაოდ მცირე წამოწყება, რომელიც ენთუზიაზმზე იყო დაფუძნებული და დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღვინის ესე ვთქვათ დღესასწაულია. მხოლოდ წინა წლის წრილში თუ ვისაუბრებთ 30,000 სტუმარი ყავდა დაახლოებით.
და 400-ზე მეტი მონაწილე იქნებოდა ეს ღვინის სფეროსი თუ გასტრონომიის თუ სხვადასხვა ქართული კულტურის სფეროების წარმომადგენლები. წელს მონაწილეების რაოდენობა თუ არის გაზრდილი, მოთხოვნა ყოველწლიურად დინამიკაში როგორ გამოიყურება? მზარდი არის და წელს უკვე მეღვინეთა რეგისტრაცია დასრულდა და 170 მონაწილე გვეყოლება მხოლოდ ღვინის სფეროდან წარმომადგენელი, შემდეგ უკვე დამატებით მოყვება სხვადასხვა სფეროც. ერთი რომ რეგიონის ჭრილში ასეთი მასშტაბური ფესტივალი გამორჩეულია გურჯაანში, რაც სტარტდება წელს 11 ოქტომბერს, თუმცა მეტად საერთაშორისო აღიარებისათვის რა ჩართულობა არის ამ კუთხით და რამდენად შეგვიძლია რომ მსოფლიო რუკაზე გურჯაანის ღვინის ფესტივალი მოიქცეს? ჩვენ ვეპატიჟებით კონკრეტულ ბაზრებიდან წარმომადგენლებს, ღვინის ექსპერტებს, საერთაშორისო იქნებიან ესენი ვაჭრები თუ ინფლუენსერები და ჩვენ ხედავთ წლამდე საერთაშორისო სტუმრების ჩართულობასაც. ბევრჯერ გამიგია, როდესაც ტურისტები სპეციალურად არჩევენ ამ თარიღს კახეთში სტუმრობისთვის, რადგან ეს არის უპრეცედენტო წამოწყება, როდესაც შეიძლება ერთ ადგილას, ერთ სივრცეში შეძლო ქვეყნის კულტურის ასე ახლოს გაცნობა, იქნება ეს გასტრონომია, ღვინო, მუსიკა თუ ცეკვა თუ ასე შემდეგ. სხვა მიმართულებით და მათ შორის დატვირთული არის სასტუმრო ბიზნესიც, იმიტომ რომ ბევრი მაინც როგორც შაბათ დღეს სტარტდება ჩვენი ფესტივალი, ეს სპეციალურად შევარჩიეთ, რადგან ჩვენ გსურს რომ დამსვენებელმა და ვიზიტორმა განაგრძოს რეგიონში დარჩენა და ასე ვცდილობთ რომ რეგიონის ტურიზმსაც რაღაც ხელი შევუწყოთ. შოთა, ვინც არ არის ამ დრომდე ნამყოფი გურჯაანის ღვინის ფესტივალზე და წელს სურს რომ მოვიდეს და დაესწროს, ხო და იყოს ერთ-ერთი ვიზიტორი ამ ფესტივალზე. რა უნდა გააკეთონ? ანუ მათ რჩევა რომ მივცეთ, თუ არის რაიმე გასაკეთებელი ამისთვის და დრო რომ ვუთხრათ, აი როდიდან შეგვიძლია რომ უკვე ვეწვიოთ ფესტივალს? არაფერი არის საჭირო, უბრალოდ 11 ოქტომბერს უნდა დაგეგმოთ, გაანთავისუფლოთ თქვენი დრო და გვესტუმროთ გურჯაანში, ახტალის პარკში. რომელიც საღამომდე გაგრძელდება? დილიდან გაგრძელდება საღამომდე და დამთავრდება კონცერტით და ასევე 11 საათზე ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი საფეხბურთო, რომელსაც ასევე შეგვიძლია უკვე გურჯაანიდან, ანუ ამისთვისაც არის ნაზროვნი, რომ მატჩაც გურჯაანის ღვინის ფესტივალიდან ღვინით ხელში ვუყუროთ. დიახ. და აღვნიშნოთ გამარჯვება. მადლობა, შოთა, ძალიან დიდი სტუმრობისათვის, წარმატებები და შევხვდებით 11 ოქტომბერს გურჯაანში. მადლობა თქვენ. მადლობა. შოთა ნატროშვილს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის ამბასადორს მასპინძლობდით საქმე დილის ეთერში.